მას ჰქონდა მეორე ასპექტიც. ეს ასპექტი იყო დაფარვის ასპექტი. იმიტომ რომ ყველაფერი რაც საკრალულ წიგნებს ეხებოდა, უნდა დაფარულიყო და გასაიდუმლოებულიყო. ამიტომ კაბალას გააჩნია დაფარვის მომენტი და სამი მეთოდი არსებობს. მისი ეს არის ორი ლექსიკური ფორმა, მათზე აღარ შევჩერდებით, ხოლო მესამე გახლავთ ხემატრია, რომელიც რიცხული ფორმაა. ხემატრიის ავტორობაზე დღეს დიდი ცილობა ბერძნულ და ებრაულ სამყაროებს შორის ისინი ერთმანეთს ეცილებიან, არა ჩვენი წარმონაქმნია, არა ჩვენიო და ამ დროს ქართული ხემატრია არსებობს როგორც ასეთი და მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ ამაში კიდევ ერთხელ დავწმუნდებით. როგორ აღმოჩნდა ხემატრიის არსებობა, როგორ დავამტკიცეთ. საერთოდ მზე ქალდეურ სამყაროში 8 ვალა გახდათ და ასევე გადაიტანა ეს ცოდნა საბერძნეთმა და ასევე გადაიტანა ეს ცოდნა ისრაელმა. ეს ინტერნეტიდან იქნა გადმოტვირთული 8 ვალა მზე გახლავთ. ყველაფერი რაც კომპიუტერში გვაქვს, მხოლოდ 8 ვალა მზეებია, იმიტომ რომ კომპიუტერული პროგრამები ებრაელი მეცნიერების მიერ არის შედგენილი და ისინი 8 ვალა მზეს იცნობენ. სწორედ აქედან გამომდინარე 2-ჯერ 8 ან 3-ჯერ 8 უნდა ყოფილიყო ღმერთის რიცხვი და მართლაც ეს იყო წესი, რომელიც გამოიყენებოდა ებრაულ სამყაროში, ეს იყო და ბერძნულ სამყაროში, აი იესო მაგალითად რო ჩავწეროთ ბერძნულად, გადავიყვანოთ რიგით სათვალავში და შევკრიბოთ, მივიღებთ 888-ს. იგივეა ებრაულ სამყაროში. მოკლედ ეს ერთიანი ცოდნის ველია. მისგან განსხვავებით ქართული სამყარო ცნობიერებისთვის მზე 9 თვალა. ღმერთის რიცხვი უნდა იყოს, თუ იგივე წესი მეორდება, უნდა იყოს ან 2-ჯერ 9-იანი, ან 3-ჯერ 9-იანი. 99 ან 999. ხომ ასეა? და რადგან ეს ასეა, აი ახლა მე დავასახელებ სიტყვას ღმერთს მეგრულად ღორონთ ქვია. ქართულ სინამდვილეში დღეისთვის ჩვენ დავადასტურეთ 25 ალგორითმის არსებობა, მაგრამ ესენი ძალიან მარტივებია. ქართული ხემატრია ეყრდნობა ძირითადად რიგით სათვალავს. თქვენ ხედავთ რომ რიგით სათვალავი 1-დან 40-მდეა და ძალიან მარტივია მასზე მოქმედებები და სწორედ ამ რიგით სათვალავზე ხდება გათვლები და ელემენტარულად, მაგრამ ყველაფერი მარტივში არის გენიალობა, ელემენტარულად მოიცემა ქართული ხემატრიის წესები. ის რომ სიტყვა ღორონთის რიგით სათვალავთა ჯამი იძლევა 99-ს და რიცხვნიშნულობათა ჯამი იძლევა 999-ს, ამის შესახებ დამიფიქსირებია ჩემი აზრით და თქვენ ეს წიგნებში გინახიათ. შემთხვევითობა აქ 100 მილიარდში 1-ია. 100 მილიარდში 1 შემთხვევითობა აქ მათემატიკოსები და ფიზიკოსები ხედან, მე ვიცი რომ შანსი არ არის 10,000-ის მერე, შანსი არ არის უკვე დამტკიცებულია. 100 მილიარდში 1-ია შემთხვევითობა, ყველა დანარჩენ ვარიანტში ქართული ხემატრია არსებობს.